თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ნიკა ივანიშვილის პოლიტიკურ გაერთიანებას სახალხო დემოკრატები ერქმევა, როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორგანიზაციის პრეზენტაცია 4 მარტს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება, სადაც მას როგორც თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენენ. მისივე თქმით, პრეზენტაციაზე დაასახელებენ პარტიული სიის ათეულს, ისაუბრებენ პარტიის მიზნებსა და გეგმების შესახებ. ივანიშვილის განცხადებით, სახალხო დემოკრატები მომზადებული შეხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის მერის ისე საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარული და პროპორციული სიით. ის დაპირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე თქვით, რომ თებერვლის ბოლოს გავაჟღერებთ ჩვენი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას, ჩვენ ეს გაერთიანების ჩამოყალიბების პროცესია, მაგრამ ერთლავე საინიციატივო ჯგუფის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ პოლიტიკური გაერთიანება არის პოლიტიკური გაერთიანება სახალხო დემოკრატები, ამ სახელწოდებით შემოვდივართ პოლიტიკაში და თუ ვინ ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი კონკრეტულად ამ პოლიტიკური პარტიით, რასით წავდგებით ადგილობრივ არჩევნებზე, ამას 4 მარტს მეტეხი პალასში ჩვენი პარტიის პრეზენტაციაზე უკვე ოფიციალურად გავაჟღერებთ, ანუ ოფიციალურად წამოვაყენებთ მერის კანდიდატსაც და სიის პირველ ათეულს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული ხელისუფლება იყოს ჩანაცვლებული, არსებულ ხელისუფლებას პოლიტიკურ ბრძოლაში მოუგოთ, პოლიტიკურ ბრძოლას გულისხმობ არჩევნების გზას. თუ რა ვიცი, მე მგონი ხალხის განწყობაც ესეთია, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს.